აზარალდნენ და ისინი ამბობენ, რომ დღემდე მათ სხვა საცხოვრებელი სახლი არ ჰქონდათ. და როგორც ისინი ამბობენ გასახლებამდე ჩვენთან საუბარში, ამ ტერიტორიაზე რამდენიმე მიწის ნაკვეთი იყო მათ საკუთრებაში, რომელიც დადასტურებული არის საჯარო რეესტრის დოკუმენტებით და ისინი ამ დრომდე მათ არ იციან, სად გააგრძელებენ ცხოვრებას. მოძრავნებს არ ჭირდება გათავსება. მე თქვენ ერთი წუთი თქვენ მე მითხარით კონკრეტულად მუხლი, თქვენ რა მუხლითაც გამოეცეთ საახსულებო ფუძელი, იმ საახსულებო ფუძლის მოქმედების შესრულება დანაშაულია. აქ არის საცხოვრებელი ვაგონი და ვაგონ კონტეინერი არ არსებობს. მე მეორე თქვენ რომ მიუთითეთ იქ რომ სამშენებლო მშენებლობა წარიმართავ, აქ მშენებლობა არ არსებობს. ეს არის თუ ამწეთი მიგავთ, ასევე ამწეთია დადგმული. ეს იგი მოძრავი ნივთია, ხო? თქვენ მშენებლობა დაათვით იმას ნივთს, რომელიც გადატანა შეიძლება და გადმოტანა. 1000 ჯერ მივმართეთ ყველანაირი განცხადებით, დახმარებით, მაგრამ არანაირად ყურადღება არ მოგვაქციეს. ალბათ არც კითხულობდნენ. და ეხლა როცა აი ესეთ იძულებულები გავხდით, რომ აი ესეთ აი ამ გზისთვის მიგვემართა, ეხლა მოგვადგენენ და გვასახლებენ. გასახლებასთან დაკავშირებით არ არსებობს არანაირი საახსულებო ფუძელი გამოწედილი ზედამხედველობის სამსახურიდან, იმიტომ რომ ზედამხედველობის სამსახურს უფლება არ ჰქონდა გასახლების საკითხზე საახსულებო ფუძელი გამოეწერა, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს კომპეტენცია, რაც შეეხება დემონტაჟს, რომელიც მან ჩაწერა საახსულებო ფუძელში ჩაწერილია, რომ უნდა მოხდეს ბელა გუბელაძის მფლობელობაში არსებული ვაგონ კონტეინერის დემონტაჟი. მოგეხსენებათ, რომ ვაგონ კონტეინერი აქ არის საცხოვრებელი ვაგონი. გასახლების პროცესს დღეს ზედამხედველობის სამსახურით აკვირდებოდა. მერიის ზედამხედველობის სამსახურში ამბობენ, რომ გუბელაძეებს აღებული აქვს კომპენსაცია ამ ზარალის შესაბამისად და ის ამ დრომდე მათ განცხადებებს უკანონოდ აფასებს. რაც შეეხება ალტერნატიულ ფართს მისცემს თუ არა მერია გუბელაძეების ოჯახს, ზედამხედველობის სამსახურმა ჯერ ეს არ იცის. 18 აპრილს დაწყებული იქნა ადმინისტრაციული წამოება ამასთან დაკავშირებით. განესაზღვრა 10 დღიანი ვადა უნებართო მშენებლობის უნებართო კონსტრუქციის განთავსების გამოსასწორებლად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ სამსახურის თანამშრომლობა გადაამოწმეს, არ იყო გამოსწორებული სამართალდარღვევა. შესაბამისად სამსახურის მიერ 27 მაისს მიღებული იქნა დადგენილება, რომელთაც დაჯამდა ქალბატონი ბელა გუბელაძე 10,000 ლარით უნებართო მშენებლობის გამო. და ასევე დაევალა უნებართო განთავსებული კონტეინერის დემონტაჟი. აღნიშნულთან დაკავშირებით გაიცა საახსულებო ფურცელი და დღეისათვის მიმდინარეობს ამ საახსულებო ფურცლის აღსრულება. მათ ამის სახსრები რომ ქონოდათ ბინა და ქონოდათ საცხოვრებელი, ამის გადასცა სახელმწიფომ და მას ჰქონდა ეს.